ცნობილი სახეები ტუბერკულოზის წინააღმდეგ მუსიკოსები, მსახიობები, რეჟისორები, ჟურნალისტები და სპორტსმენები დაავადებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან. დავამარცხოთ ტუბერკულოზი ჩვენს ცხოვრებაში. ასე ჰქვია აქციას, რომელიც დაავადების პრევენციისა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის მიზნით ტარდება. ფოტოები, რომლებიც დღეს კამპანიის ფარგლებში გადაიღეს 24 მარტს ქსნის სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში გამოიფინება. ჟურნალისტები, მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ტუბერკულოზის წინააღმდეგ ერთიანდებიან. დღეს გოგა ჩანადირის ფოტოობიექტივი მათ პორტრეტებს აფიქსირებდა. მომეც საშუალება მეც მონაწილეობა მივიღო ბოლო საუკუნეების ერთ-ერთი საშინელი სენის ტუბერკულოზის წინააღმდეგო კამპანიაში. ფოტოპროექტის მიზანია ზუსტად ჩვენ მოუწოდოთ ადამიანებს, რომ მიაკითხონ ექიმს და იმკურნალო რაც თავარია ბოლომდე და ამით დავამარცხოთ ეს სენი. შენ მარტო არ ხარ? ტუბერკულოზი კი მარტო, აი ეს იქნება სლოგანი, რომელსაც მე დღევანდელი ფოტოსესიის დროს დავიკავებ ხელში და ფოტოპროექტში დავამარცხეთ ტუბერკულოზი ჩვენს ცხოვრებაში ცნობილი ადამიანები დაფით ხელში. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მოწოდებას ავრცელებენ. გამოფენის მიზანი დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებაა, როგორც სამოქალაქო სექტორში, ასევე პენიტენციალურ სისტემაში. დაავადებასთან ბრძოლის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და აუცილებელია თითოეულმა დაავადებულმა პაციენტმა იცოდეს, რომ ისინი არ არიან ამ სენთან ბრძოლის დროს მარტოები და მათ აქვს ძალიან დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, რომ მსგავსი 21 საუკუნეში სირცხვილი არის ძლიერი სახელმწიფოსათვის აი ეგეთი დაავადებული ადამიანების ესეთი რაოდენობით ყოლა. გამოფენა ქსნის სასჯელ-აღსრულების ტუბერკულოზის სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართება. სასჯელ-აღსრულების სამინისტრომ ტუბერკულოზის მკურნალობის ახალი ცენტრი გახსნა, სადაც მსჯავრდებულები მკურნალობის სრულ კურსს გაივლიან. სოზარ სუბარის უწყებაში ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრების რიცხვმა იკლო. ქსანში ახალი ტუბ ცენტრის გახსნა კი უზრუნველყოფს ამ მსჯავრდებულების სეპარაციას და გადადების საშიშროებების შემცირებას. ინფორმირებულობის დონის ამაღლებისთვის, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს მსჯავრდებულების ტუბერკულოზის მხრივ კლინიკურ გამოსავალს, აღნიშნული ღონისძიებები ხელშეუწყობს მათ წარმატებულ მკურნალობას. გამოფენა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტისა და სასჯელ-აღსრულების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება. ჩვენი მიზანი არის ტუბერკულოზის რაოდენობის შემცირება და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება, როგორც სამოქალაქო სექტორში, რა თქმა უნდა, ასევე პენიტენციურ სისტემაში და ჩვენი სახელი დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ გოგას, რა თქმა უნდა, და ყველა მონაწილეს, ვინც მონაწილეობს ამ აქციაში. ფოტოგამოფენა 24 მარტს სიმბოლურად ციხის ცარიელ საკნებში გაიმართება, რომლებიც ტუბერკულოზთან ბრძოლის სიმბოლოთი გვირილებით იქნება მორთული.